გამარჯობა მეგობრებო. ჩემი პროექტი არის ნეირონული ემოციების დეტექცია. საიდან მოვიდა ამ პროექტის ინსპირაცია? ეს არის ნიკო, რომელიც დღეს ამერიკაში არის. ვიდა ნიკომ გავაკეთეთ ჩვენს ჯუნიორ პროექტად ოსცილოსკოპი ნუვინა. და მე ვიტყოდა, რომ სიგნალების დამუშავების თემას რასაც შევეხეთი, პროგრამერმა ავებინა ამის შესახებ ცოდნა. და გადავწყვიტე, რომ ამის გარკვევის ყველაზე კარგი საფუძველი იქნებოდა, რომ ესწავლა აუდიოსა და სურათების დამუშავება. სიგნალების დამუშავების თეორია საკმაოდ მჭიდროდ არის დაკავშირებული სურათებთან და აუდიოსთან და მინდოდა, რომ აქეთ გამოსცემ. ამასთანავე საკმაოდ მაინტერესებს ნეირონული ქსელები და ზოგადად AI და ამათი გამიქსვა ერთგვარად რეალური პროექტი იყო იმისთვის, რომ მე თვითონაც მაყოფილი ყოფილიყავი ამ ყველაფრით. და მთავარი მუღამი რაც იყო ამისი არის, რომ ნეირონულ ქსელს ნულიდან აწყობს შევიდეთ და ამაში ხელები ეხლა რა გამოყენების სფეროები აქვს ამას საერთოდ რა შეიძლება გამოყენოს. კრიმინალისტიკაში ძალიან ფრიად იყენებენ, მაგალითად საკითხვის დროს უბრალოდ პირდაპირ ვიდეო ფიდი არის დასაკითხი სუბიექტური ვარსკვლავი და მისი ემოციების დაგროვებით შეგვიძლია რომ გუგლის პატერნები დავიჭიროთ. ასევე ჯანდაცვაში არაერთგვაროვანი პაციენტებთან კომუნიკაციისთვის და მათ ემოციების დეტექციისთვისაც გამოიყენება და ასევე ერთი ძალიან საინტერესო კვლევა შემდგა. იმაში ასეთი რაღაცა ქნეს, რომ იწერდნენ ახალშობილების ტირებს და იმ ტირების პროგრამაზე დაფუძნებით შეეძლოთ ევარაუდათ თუ მომავალში რა დაავადება შეიძლება გამოხდნოთ ამ ბავშვს. აუდიოს რაღაცა ძალიან მაგარი აქვს და იმას თუ კარგად გავანალიზებთ, საინტერესო დასკვნებს გავაკეთებთ. ასევე რობოტიკაშიც გამყრენებადია ცხადია, რობოტი როგორ ლაპარაკობს და რაღაც ცოტა ადამიანური გავხადოთ უფრო ცხოველებთან ამას არ მოუწია ამ პროექტს ცხოველებთან შეგვიძლია შეიძლება. და ონლაინ ფსიქოლოგიაში და ასევე მომსახურების სფეროში გამოიყენება, რომ კლიენტის რაღაც გამოცდილება უფრო კარგი იყოს. ეხლა დავიწყოთ ამ ორ კომპონენტიან მოდელზე საუბარი. პირველი ნაწილი არის ემოციის ამოცნობა აუდიოდან და რა არის ზოგადად საუბარი ამ დავიწყოთ. რაღაცნაირად უნდა შევძლოთ, რომ ემოცია, რომელიც არის კოდირებული აუდიო ფაილში, წარმოადგენს რიცხვები, რომ ეს რიცხვები ვაჭამოთ ჩვენს AI მოდელს და იმან რაღაც განმარტებები დაიჭიროს. ამისთვის მაქვს მე ანალოგია მოყვანილი, ეს საუბარი საკმაოდ მსგავსი არის ანალოგურ ფილტრში სიგნალის შეშვებისა და იქიდან აუტპუტის დაკითხვის. აქ როგორც ხედავთ წერია, აქ ტესტნახოთ რომელი უნდა გვეწეროს, იმიტომ რომ სიხშირე დომენში. ეს რო იყოს თქვა რაღაცა აუტპუტი ანალოგური ფილტრის და ეს ე-ომეგა იყოს ინპუტი, ეს არის ჩვენი სიხშირე მოხასიათებელი ფილტრის. ამის ანალოგია არის ზუსტად დამოკული საუბარში. ჩვენი ხორცი აგენერირებს ეგრეთ წოდებულ გლოტალურ პულსებს, ამას შეგვიძლია დავუწყოთ შემავალი ინპუტი X. და შემდეგ, როდესაც ის გაივლის სუპერლოკალურ ტრაქტს, ანუ ეს ლოკალური ტრაქტი არის ანალოგური ფილტრის მახასიათებელი ასე რომ. მათი გადამრავლების შედეგად საუბარს მიიღება საუბარი, რაც გამოდის შემდგენიდან. ამას ორივე მხარეს ლოგარითმი მოვაწყოთ, შეგვიძლია რომ ეს ჯამოს გავშალოთ და ჩვენი საუბარი რაც არის დავშალოთ ორ კომპონენტად. პირველი კომპონენტი არის ეს ლოკალური ტრაქტის ფრეკვენსი რესპონსი და მეორე არის გლოტალური პულსი. ანუ ამ ორივე ტიპად გაშლილი გვაქვს. და ემოცია კოდირებული არის ზუსტად აი ამ ნაწილში, ლოკალური ტრაქტი რა ფორმის არის. როდესაც გაბრაზებულები ვართ, მაშინ შევედარებთ სხვანაირი ფორმა აქვს ლოკალურ ტრაქტს, როდესაც რაღაც ბედნიერები ვართ, სხვანაირი და აი ამ ვარიაციას თუ ვასწავლოთ AI-ს, მაშინ რაღაც კაი დასკვნების გაკეთება შეძლებს. ან რეალურად, როდესაც გვინდა ვისწავლოთ ემოციები, ვსწავლოთ აი ამ რაღაცა პატერნში ვარიაციებს. ამისთვის გამოვიყენე ეს ჩამოწერილი რამდენიმე ბაზა, 3 ცალი ბაზა მაქვს შეგრული. ეს არის დაახლოებით 2-დან 4 წამამდე სიგრძის აუდიო ჩანაწერები, სტუდიური ხარისხის. ანუ ესე ხალხი დააყენეს და ერთი და იგივე ზიანალება 10 ქვეყნის 7 ემოციით. და აქ რო შევხედოთ ამ სპექტროგრამებს, ეს არის ნათქვამი ზიანალება რაღაც შიშით და ქვევით არის ნათქვამი უკვე რაღაც ხანისით. და ემოციებს შორის აშკარად ხედავთ, რომ რაღაცა სხვაობა არის და ზუსტად ამ სხვაობების დაჭერა გვინდა. ეხლა რა ფიჩერები წარმოიდგინეს, რომ ძალიან შეგვიძლია და მაქსიმალურად მიახლოება ხდება. ხო, ეხლა იმისათვის, რომ ეს რაღაცა რიცხვებად თავბრუნოთ,
განსაჭირო არის. სწორად აგრეთვე იმიტომ რომ რაღაცნაირად უნდა შევუშვათ ჩვენ სერიალი მოდელში. უნდა გამოვიყვანოთ გარკვეული ფიჩერები აქედან. მე დავიწყებ 13-14 ფიჩერიდან და საბოლოოდ დავიყვანე 7 საბოლოოზე, რომელიც ჩავთვალე რომ ყველაზე ინფორმატიული იყო და გამოსადეგი იმისთვის რომ ემოციები ამოვიცნოთ. პირველი არის ეს MFCC-ები, ანუ male frequency septoral coefficient-ები. და რა არის ახლა ეს? აი ამას ვუყურებთ. როდესაც გვაქვს რაღაცა ვეივფორმა, ჩვეულებრივად DFT-ს გადის, ანუ DFT ეფექტი როგორც უნდა დავსახეთ და მივიღებთ რაღაცნაირ სპექტროგრამას. მე ამ სპექტროგრამაზე მოდებული არის ლოგარითმი. და ეს ლოგარითმი რას ვიკეთებს? ზოგადად ადამიანის ხური არის სენსიტიური სხვადასხვა სიხშირეების მიმართ სხვადასხვანაირად. და რაც უფრო დაბალი არის სიხშირეების უფრო კარგად ამიყვავს, რაც უფრო მაღალი არის შედარებით იკლებს ცნობიერება. და ეს არის ლოგარითმული დამოკიდებულების. ამიტომ უბრალოდ ლოგარითმს მოძებნებ ხოლმე აქ რაღაცა უცნაური რიცხვით ამახსოვს რითი და უკეთდება male scaling. ეს male scaling არის უკვე რაღაც დამატებითი ფილტრების გადატარება ზევიდან, რომ ჩვენს ხურზე იყოს მორგებული უფრო კარგად ეს ყველაფერი. და საბოლოოდ ვიღებთ ამ MFCC-ს. ასევე გვაქვს delta MFCC-ები ამოღებული. ეს უბრალოდ არის ორ მეზობელ delta MFCC ფრეიმს შორის რა არის კოეფიციენტების სხვაობა. სხვაობებს ამას ვაძლევთ მოდელს, რომ კარგად ისწავლოს მე და ვარიაციები დაიჭიროს ორ გაზამულ ფრეიმს შორის. ასევე ვაძლევთ ნეოსპექტროგრამას პირდაპირ და ეს chroma SDF არის თითოეულ ფრეიმში რა ნოტი, რა კონცენტრაციით ხდება და რა ნოტება და შეგვიძლია შეხედოთ ახალებს. ეს არის სპექტრალური მახასიათებლები. ასევე გვაქვს სტატისტიკური მახასიათებლები, რომლებიც გამოსადეგი იყო. ეს პირველი არის საშუალო ენერგია, RMS-ი. ასევე გვაქვს სპექტრალური ცენტროიდები და ეს არის უბრალოდ შეწონილი სიხშირეები ამ თითოეულ ფრეიმში. ანუ სიხშირეები რა მასით ხდება. და ბოლო არის სპექტრალური, ანუ თითოეულ ფრეიმში ენერგიის უმეტესი ნაწილი საიდანაც ადამიანის მოხოცება. და საბოლოოდ რო გქონდა აუდიო ფაილი და ეს რაღაცები გამოვიტანეთ, კიდევ რა მივიღეთ? გქონდა აუდიო ფაილი და ეს ფიჩერები გამოვიყვანეთ და ერთმანეთზე დავადეთ უბრალოდ. ჩვენ თითოეული აუდიო არის 2.5 წამიანი, გამოდის 79 ფრეიმი და თითოეული აუდიო საბოლოოდ გადაიქცევა 79-53 მატრიცა. და ახლა გვინდა რომ მატრიცა მივიცეთ AI მოდელს, რომ რაღაცები ისწავლოს. მაგრამ სანამ აქამდე მივალთ, ასევე შემოგვაქვს რაღაცა დამატებითი გადაწყვეტები, რომ კარგად შევძლოთ რეალური გარემოს სიმულაცია. ანუ ერთი ცალი აუდიო ფაილი გვაქვს. ამას ასევე ვუყურებთ სიხშირულ წარმოშობას. ანუ დაახლოებით 9 ოქტავით არის გადადგმული მარცხნივ თითოეული სიხშირე. იმიტომ რომ ემოციები ყველა ადამიანისთვის ერთი და იგივე არის. ზოგი როცა გაფასებულია მის რაღაც სიხშირე, რომელიღაც სიხშირე თქვა 800 ჰერცი არის გამოკვეთილი, ვიღაც სხვისთვის 700. ამიტომ ეს სიხშირულ წარმოშობას ვაკეთებთ. ასევე ვაკეთებთ გაუცის ხმაურის დამატებას, რომ რეალურ გარემოში მოვახდინოთ სიმულაცია ხმაურის და ასევე ვაკეთებთ ამ ორივე აგმენტაციას ერთად. და ანუ საბოლოო ჯამში ერთი ცალი აუდიოდან ვერა 4 ცალს. და ასე ჩვენს მონაცემებსაც ვამправებთ იდეაში და უფრო ხმაურმეტი გადავხდით ჩვენს მოდელს. ეს არის მინდამოდი არქიტექტურას თავსა შეგაწყენთ და პირდაპირ რაღაცა დიდ ნეირონულ შევაგდებთ და ეს ვიგდებს ჩვენ შვიდ labels. შვიდ labels, რომ აგერაცხოთ შემოწერილი, რომ ამ ემოციებიდან გადადარჩენთ. ეს არის გაბრაზებული, ეს არის შვიდი, ეს ზიზრი არის, მე შიში, სიხარული, ნეიტრალური, ნაწყენი და სიუხვეს. და ანუ ამას გადასხედავთ ახლა დიაგონალზე რაც უფრო უკეთრი არის, მეტი უკეთესი არის სოფელი. ანუ აგერ გვაქვს angry და გადაკვეთაზე, ანუ რაც დაპრედიქტა რეალურ labels მოარტყა. ეს არის შედეგი ჩვენი დაახლოებით 66%-ზე გავიდა. და ამას ბოლოს შევაჯამოთ რამდენად კარგი არის ასეთ მოდელებისთვის. მეორე კომპონენტი არის უკვე ემოციების სურათებიდან ამოცნობა და ამისთვის გამოვიყენე ეს RAF ტიპის სურათების ბაზა. აქ ერთი პრობლემა რაც იყო არის ის, რომ დაუბალანსებელი იყო ჩემი მონაცემთა ბაზა და ამიტომ საჭირო იყო რომ შემექმნა რაღაც ხელოვნური სემპლები ისევე როგორც წინა შემთხვევაში გავაკეთე. აი აქ როგორც ხედავთ, ეს არის განაწილება ემოციების მიხედვით. და ნეირონულებს ზოგადად უჭირთ ისეთ კლასებში განაზომიერებების სწავლა, რომლებიც ცოტა არის.
ამიტომ ასეთი რაღაცა გავაკეთე, რომ თითოეული ალუპანე 3500 სემპლამდე შემდეგი რაღაცით, რომ ავიღებთ ერთ სურათს და მას უკეთებთ უბრალოდ random shift-ებს. აგერ ერთი shift-ი რაც გვიწერია არის rotation change, ანუ სურათს აიღებთ უბრალოდ 10 გრადუსს აკეთებთ და 10 გრადუსს. რო გააკეთოთ სიმულაცია, თავის აკეთებთ გადაახეს. ასევე გვაქვს vertikალური და ჰორიზონტალური გადაწევები და ასევე RGB ველებებით მანიპულაცია, რომ განათების სიმულაცია გავაკეთოთ. ეხლა მოკლედ ვიტყვი კონვოლუციური ნეირონული ქსელების პრინციპი რა არის. უცებ და მე შეგვიძლია რომ შედეგები ვსვამ. ანუ რაღაცა სურათი შემოდის, მატრიცა იყოს თქვა 100-ზე და ამაზე ნელ-ნელა დაუბრუნდით ვატარებთ გარკვეულ პატარა 2-2 ფილტრებს. და ეს თითოეული ფილტრი აბრუნებს ამ 4 მნიშვნელობიდან უდიდეს. და ასე ნელ-ნელა ჩვენი სურათი კომპრესირდება. და თითოეულ კომპრესირებულ ბლოკში გვაქვს შენახული გარკვეული ინფორმაცია. და მე როცა ამ კომპრესირებულ მნიშვნელობებს შევუშვებ ნეირონულ ქსელში, ეს დასწავლას უკვე ერთად აკეთებს. ხო, ეს არის უკვე ამის შედეგი და 93%-იან სიზუსტეზე გავიდა საბოლოოდ. ეს არის ემოციებს რამდენად კარგად იცნობდა და აქ ყველაფერი ლამაზად არის და ყველაფერი დიაგნოზზე კარგად არის დამჯდარი, მაგრამ რეალურად ზოგადად ეს მოდელები ასე კარგად არ მუშაობენ როგორც ფუნქციაზე. ეხლა მოდელების შეფასება. აი, როგორც მოდელს όσο გააკეთებ, უნდა იცოდე ნაგავი გააკეთე თუ არა. ეს არის ნაგავსა და არანაგავს შორის გადამოვარდა. სურათების ამოცნობის ინდუსტრიული სტანდარტი ვავიღოთ, Microsoft Azure-ის API-ს აქვს 95%-იანი სიზუსტე. და როდესაც რეალურ ცხოვრებაში იყენებენ, დაახლოებით 97-ზე ჩამოდის. Microsoft-ის 95-ს მე ახლა დავახვედრე ჩემი 93 და მე თვითონ მოვაყიდე რა. გონია რომ გაიცნო ეს. და აუდიოს რაც შეეხება, შეგვიძლია რომ მხოლოდ ადამიანებს დავადოთ, ჩატარებული არის რაღაც ექსპერიმენტი, იმის ამოსაცნობად თუ ადამიანები რა სიზუსტით ახერხებენ საუბრიდან ემოციის ამოცნობას. და როგორც აღმოჩნდა, ადამიანები 72%-იან სიზუსტით იცნობენ ემოციებს. ჩვენი მოდელი იცნობს 66 და უბრალოდ ახლოს არის. ინდუსტრიული სტანდარტის მოდელები დაახლოებით 50-დან 80%-მდე მიიღებენ, ძალიან დიდი ვარიაცია არის აქ. და აგერ არის რამდენიმე რიცხვები ჩამოწერილი. ნუ მოკლედ მე 3 რიცხვებთან ახლოს ვდგავარ. და ეგ არის და ეხლა დემოს გაჩვენებთ რა წარმოადგენს. მე მაქვს ცოტა უნამუსო პრეზენტაცია, იმიტომ რომ ჩემ პრეზენტაციაში არც ერთი კაბელი არ არის და ნამუსი მასწავლებს. მაგრამ რას ვუწევთ, ნეირონული ქსელების სწავლა მინდოდა სიგნალებთან ერთად და ასეთი რაღაცა შედგა ამ პროექტში. HDMI კაბელი გაქვს. ხო, HDMI კაბელი და ასევე ადაპტერი მაქვს აგერ რომ მაგში შევიდე. ზუსტად. დაგამშვიდე. ესეც შელოს GPU-ზე უნდა გაგვეშვა. ეს არის ჩვენი პროგრამა უკვე. აგერ არის ჩემი დიდი თავი და აგერ გვაქვს რაღაცა ემოციები. აგერ გვაქვს ემოციების განაწილება. ეხლა ეს ჩემს სახელს დაივში უყურებს, ოფენსივის რაღაცა მოდელით არის გაკეთებული და როდესაც რაღაცა ემოციას გამოვლენ, მაგალითად რომ გავუყიმო, აგერ ეპიზე ხედავთ, რომ დიდი ნახტომი. მე რომ გავუბრაზდეთ. გავუბრაზდეთ ხედავს. ერთი არის ეს დისკასტ, ამას ვერაფრით ვერ ვიღებ. ანუ ეს დაჟღამული და ბოროტ სახეს ვერ ვიღებ. და მაგიტომ არ გამოვიდა მაგის დემონსტრაცია. ასევე ეს არის შეშინებულსაც ვერ ვიღებ. ვისაც შეგიძლიათ გამოგვიდეთ და შეუშინდეთ ყველაფერი. აგერ გვაქვს ასევე ეს მოწყენილი, თქვენ წარმოგიდგენთ და მოწყენილსაც ვერ ვიღებ. და სიურპრიზი ემოციებს გრძნობ. ეს ვერ გავახარე ვერაფრით ბიჭო რა რომ რაც უერთებს ვერ ეკეთო. აი სიურპრიზი ვქნა და სიურპრიზი კარგებს. აი პროგრამაში გაგიბრუნდება რაღაც. აი სიურპრიზი აღარ მოხდა უყურებ. მე გიმეგონება რა. და როცა ნეიტრალური სახე მაქვს, აგერ ნეიტრალური მერყობს რა. ნეიტრალური პროცედურას ამცევ. იდეაში სულ ეს არის დემოს ნაწილი. ვინმეს თუ რამე კითხვები გექნებათ შეიძლება. მე მაქვს კითხვა. აუდიოზე გეწერა, რომ რაღაც მომენტში ვიღებთო მატრიცასო. ანუ აუდიოს შესანახად
2D მატრიცა რაში, ანუ ვექტორში არ არის ლოგიკური აუდიო რო უნდა შენ ხო გაკ უბრალოდ რაღაც ამპლიტუდები მაქვს თქვა. ხო. ამპლიტუდები დროით, ხო. ანუ ეს ერთი რაღაცა ვექტორია, ხო. მაგაში გაქვს შენახული ინფორმაცია მარტო ამპლიტუდებს. ხო. აუდიო ნახოში კიდე გამოიყვანო სხვადასხვანაირი ინფორმაცია, მაგალითად სპექტრალური რაღაცა ამბები. ოკეი, ანუ სპექტრია ეს მეორე განზომილება იდეაში? განზომილება არის სპექტრი, მოყვება რაღაცა კიდე სხვა ფიჩერი, ეს NFC-ები რაც ხსენე, ხო. ადამიანის კურსის ინტერპრეტირება დინი. კაი, და კითხვა მაშინ კიდევ ერთი კითხვა მაშინ. ანუ ვერტიკალური განზომილება გამოდის სიხშირეების განზომილება, ხო? სიხშირეებისაც და ასევე რაღაც სტატისტიკური მახასიათებლების. ოკეი, მაშინ ანუ ჰორიზონტალურად გაქვს დრო. ჰორიზონტალურად დრო, ოკეი. ვერტიკალურად თუ სიხშირე არის, მაშინ რაღაც სიხშირულ დიაპაზონში გაქვს ბიჯებად გაყოფილი ეს სიხშირეები და კვანტიზებული არის მე შუაში რაც არის? time Fourier transform-ს იყენებს. ხო. და მასე არის გაყოფილი. ოკეი, კაი. გავიგე. ვიდეოში ორი ცალი პროექტი არის, ხო, ერთი ვიზუალური და მეორე აუდიო. მაგათ შედეგები რო რაღაცნაირად გააერთიანო და საშუალო დათვალა რაღაცა ეგეთი ვარიანტი არის. ძლებელი არის კი. ოღონდ ეს მოდელი ახლა მე რაც ქართველებისთვის არის გამოსვლელი აბსოლუტურად. იმიტომ რომ შოტლანდიელების გადაღებულია რა ის. შოტლანდიელის ემოცია სამწუხაროდ ჩვენ სასწორედიკურად არ ემთხვევა და იმაში გინდა შეგიშვია ქართველის რაღაც საუბარი გინდა. მაგრამ რეალურად შესაძლებელი იქნებოდა რომ ეს ორივე მოდელის აუდიო და მე იმას ესწავლა დამოკიდებულება ხმასა და სახეების შორის ეგეთი რაღაცა შეგვიძლია. აი შოტლანდია, ნიდერლანდია. უნივერსალური? ხაროდეს მაგას ვერ მიხვდა. რაღაცა სავარაუდოდ იქნება, მაგრამ მე ვერ მივაყოლია რა უნივერსალურს მაგრამ ბავშვი. With the lowest of the low, the scum of the fucking earth. ამ სცენების რაოდენობა ასე რაღაცა კონკრეტული guideline არ არსებობს რომ უნდა გააკეთო. უბრალოდ დაიწყებ რაღაცა პატარა მე ნელა შეგიძლია უმეტოდ რომ ეს სცენების რაოდენობა და რაღაც ლეიერების და შეგიძლია მას თუ გინდა ხაზი გაუსვირო არა ინჟინერი ხარ. აი ამ გრაფიკს შევხედავ და როდესაც ძალიან გაიქიმია ეს ეკრანი და ესეთი მაშინ უკვე ოპერატორი შეჭერს. და ასევე რომ ან deep learning-ში არის overfit-ის პრევენციისთვის რაღაცა ცალკე ლეიერები. და მაგას როცა იყენებ overfit-ისკენ არ მიიწვა. ასენ რომ ადამიანებს შეუძლიათ 72% იყო მგონი რომ ისიც ერთმანეთის მხრიდან ამოიცნობა ხოლმე ემოციებს და პროპორციულად რამდენი ხალი და რამდენი კაცი იყო იმაში სწავლაში. მატლებაში დაახლოებით ერთმანეთს. აი, მე მგონი გავართ მატლობა. რიგანი თუ არ იყო. სისტემებს ერთმანეთს როგორ იმასწრებიან. სისტემის გამოყენება. აი რომ მაგალითად რომ Microsoft 90% იყო და ჩემს 93%. ხო. შედარება რასთან არის? შედარება არის ხოლმე რაღაცა დიდი ბაზა. ამ ბაზიდან 80%-ზე გავადრეინებ და 20% მაქვს გადადებული. მაგას ქვია ტესტსეტი. და იმათ თავიანთ ტესტსეტზე აქვს გადასტილი და როგორ ახდენს განზოგადებას, ეგ არის მაგის ნაშრომი 50%-ი ამბები. მე ჩემს ტესტსეტზე ავიღე 83%, Microsoft-მა აიღო 95%. აი, ეგ არის.